ზოგადად მე დავაკვირდი, რომ ევროპული დიპლომატები, ზოგადად დასავლური დიპლომატები ძალიან სრულად ინფორმირებულები არიან ჩვენ ქვეყანაზე. მათ შორის ელჩების კი რომელიც აქ მუშაობენ, ხშირად ვერც კი ხვდებიან აქ რა ხდება. რა პოლიტიკური თამაშია. როცა ჩვენს გვაქვს ახლა ცალკეულ დიპლომატებთან შეხვედრები და მათ შორის ელჩებთან და ხვდებით ხოლმე, რომ უბრალოდ აზზე არიან რა ხდება. მართლა ვერ ხვდებიან. გერმანიის ელჩმა მაგალითად არ იცის რომ აქციაზე მიდის? დარწმუნებული ვიცის, ხადია გერმანიაში კონკრეტული პოზიცია აქვს, ვიწრო პარტიული დაკავებული და ეს თავის თავდაცვას გამოიყურება. ვინაიდან სრულად ინფორმირებულები არიან, გონიათ რომ ეს რაღაც მორიგი რიგითი პროტესტია და ხალხ შეიძლება ხარჯერა გამოუცხადოს, მაგრამ ეს კონკრეტულად ვიწრო პარტიული პროტესტია. და თუ ვიწრო პარტიული პროტესტს უჭერ ხარს, მაშინ კონკრეტულ პარტიებს უჭერ ხარს. მეგონი ელჩს არ შეეფერება ზოგადად. და ასეთი შეცდომები ბევრი იყო. ძალიან ბევრი იყო, ძალიან ბევრი ელჩის მხრიდან და ამან უფრო სახელი გაუტეხა ევროპას და ამერიკას და ზოგადად დასავლეთს, ვიდრე ის რომ მაგალითად ელემენტარულად შეგახსენეთ ჩვენ მაგალითად გაგვიფუჭდა ძალიან ურთიერთობა, როცა გენდერული კვოტები რო გავაუქმეთ პარლამენტში. და მახსოვს ერთ-ერთ ელჩმა, ესე ვთქვათ, უარი მითხრა შეხვედრაზე, რომ აი ამ ამბავს. ამოტივით. ხო, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენთ რომ ელჩის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ხო გენდერული კვოტები. მეტი პრობლემა არ ქონდა? ეს ხო ელჩის საქმე არის. დასავლეთი ხო არის გენდერული კვოტები, დასავლეთი ხო არის რაღაც LGBT უფლებები, დასავლეთი არის სასამართლო კედროს საკუთრება და ასე შემდეგ. და იმისასაც რომ ეს დიპლომატიური კორპუსი იყოს ამ დასავლური ნამდვილი ღირებულებების დამცველი ჩვენ ქვეყანაში, მათ ხშირად ქონდა ძალიან ვიწრო იდეოლოგიური ამ შემთხვევაში რაღაც პარტიული პოზიცია, რაც უბრალოდ საბოლოოში დასავლეთს აზიანებს, დასავლეთის რეპუტაციას აზიანებს, თორე რა ვიცი, ელჩები მიდიან და მოდიან. საბოლოო ჯამში ეს აი ეს ამბავი რომ ეს ელჩები თავის თავს უფლებას აძლევენ რაღაც ვიწრო იდეოლოგიური პოზიცია დაიკავონ, მე მგონი უფრო არაკომპეტენტურობაზე უფრო მეტყოლებს. წამოიდგინეთ 4 ოქტომბერი იყო, აი რაღაცა კლოუნადა იყო მოწყობილი, რომელსაც კიდე რის გამოც შეიძლება ადამიანები უდანაშაულო ადამიანები ციხეში ზიან, ვინც აყვა ამ კლოუნადას. და ეს კლოუნადა არ შეიძლება მართლა არ ყოფილიყო შემჩნეული. არ შეიძლება ვინმე ადამიანს თუ ევროპელს, რომელსაც გული შესტკივა ჩვენ ქვეყანაზე, ან რაღაც აინტერესებს ჩვენ ქვეყანაზე, ან რამე პოლიტიკური თუ რაღაც ინტერესი გააჩნია და რაღაც გაგებით ოპოზიციას ელაპარაკება, არ მოსთხოვოს პასუხი კითხვაზე რა გააკეთეთ. თუ პარტნიორები ხართ მაგალითად, შენი პარტნიორი აწყობს რაღაც რევოლუციას ქვეყანაში, არ უნდა მკითხო რა რევოლუცია იყო ესეთი, რატომ მოაწყო? მშვიდობიან დამხობას როგორც თავად. მშვიდობიანი დამხობა რო დაარქვეს, ამიტომ უნდა მოსთხოვო პასუხი, რომ აი ეს უაზრობა როგორც მოიგონეს. სიამოვნებაში რომ ევროპელები დაინტერესებული იყვნენ, აღმოაჩნდა რომ ნაციონალურ მოძრაობა ან კლოუნადა მოაწყო თვითონ, ან ქართულოს ნება და შეთანხმებულად მოაწყო ისეთი ამბავი, რომელიც გადაფარა თვითონ არჩევნების თემად და ქართულოს ნებას დაეხმარა არჩევნებში წყარად მოიგო. შედეგად ვიცით რომ ქართულოს ნება არჩევნებში წყარად მიიღო რამის 70-80%. ნაციონალურ მოძრაობა და მასთან აფილირებული პარტიები ფაქტობრივად გახდნენ პოლიტიკური ველიდან. და როგორ შეიძლება ეს არ იყოს ევროპელების უზრუნველყოფა საქართველოს მნიშვნელოვანი.